სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებს ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 1980 წლის 3 თებერვალს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. ჩვენ უახლოვდებით ამ განყოფილების 27 დამთავრებას, ამ კითხვის ბოლოს ჯონ მაკარტური იტყვის, რომ საკმარისია უკვე რომ აღარ მოვიდნენ მიკროფონებთან და ეს არის ბოლოდან ალბათ მესამე ან მეოთხე კითხვა, არ ვიცი, ნახავთ როგორ იქნება. და ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, ძალიან საინტერესო და კიდევ ერთხელ დარწმუნდი ქართული ენის სიმდიდრეში გარკვეულწილად ვისაც არ აქვს, იმიტომ რომ თუ ამ თემებზე არ მუშაობ, ხომ კიდევ არ იცი რა საგანძურები არის შენს ენაში. და როდესაც უკვირდები ენას, გიხარია რომ ეს შენი მშობლიური ენა არის და მშობლიურ ენაზე შეგიძლია შენც ბევრი რამე გამოთქვა. თუნდაც ისეთი სიტყვები, რომლებიც დაკარგულია და აღარ არის ხმარებაში. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ბიბლია ბევრ რამეში გვეხმარება. მე როცა მოვიძიებ ხოლმე თარგმანებს ან ჩავწერ სიტყვას, მე ამომიგდებს, აი ბიბლიოთეკას, საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას აქვს ძალიან კარგი ვებგვერდი და იქ არის განმარტებები, სიტყვების ყველაზე განმარტებები და ხედავ რომ ისება და ისება და ძველ წყაროებთანაც მიგვითითებენ ძველ წყაროებთან. და ასევე უნდა აღვნიშნო ის წყაროები, რომლებიც იდება, რაზეც იმუშავეს ქართველებმა და ეს ერთ-ერთი კიდევ მაძლევს ხოლმე, მაგალითად ეხლა ხან ამომიგდო ეს, რომ სიტყვა იყო ლაპარაკია მხოლოდ ჩობილზე და იქ კიდე გამდიდრებულად იყო პირმშოდ მხოლოდ ჩობილი, იცით ხო, პირველი შვილი, პირმშო და მხოლოდ ჩობილი, როცა თარგმანში მე შემეძლო მარტო დამეტოვა მხოლოდ ჩობილი. ეს არის ლაპარაკი იოანეს სახარებაზე და კითხვის დამსვლელსაც ეს აინტერესებს და მე როცა ჩამოვეძიე ერთ-ერთ ქართულ ვებგვერდზე, ეს არის ორთოდოქს.G, მართლმადიდებლების ყველაზე ცნობილი ის არის და იქ იყო განმარტება და დაუხარჯია პიროვნებას, დროც იმას უქნიათ, შეუსწავლიათ ბევრი რაღაცები, ამიტომ ჩვენ ნებისმიერ რაღაცას არ გვინდა იგნორირება გავუკეთოთ და ესეთი იყო წმინდა იოანე დამასკელის განმარტებები. და იქ იყო როგორი თქვის პირმშოდ მხოლოდ ჩობილი. და ნახეთ, ბევრი მუშაობდნენ იმაზე, უბრალოდ რაც არის ამათი პრობლემა მართლმადიდებლების და კათოლიკეების, ხო? ისინი არ აღიარებენ ერთადერთ ავტორიტეტად ბიბლიას. რომ მხოლოდ ბიბლიიდან იყოს ხელმძღვანელობა და ზედმეტი აღარ დავამატოთ ამას რიტუალები, მღვდლობა, სანთლობა, ხატობა. თორე რაღაც გარკვეულწილად, ხომ, ბევრმა ამ წმინდა მამებმა, ბევრმა იმუშავეს ბიბლიაზე და როდესაც შენ კიდევ რაღაცა სხვა დანამატებს ცემ პატივს, რა თქმა უნდა ისინი გზასა გაცდენენ და გადაგიყვანენ ყანებიდან, ხო, ყანებში, თუ გზაზე მიდიხარ ყანებში, ამაზეა ხო ლაპარაკი და მე აცდები ჭეშმარიტებას, ამაზეა ლაპარაკი. თორე ის რო ახლა საერთოდ არაფერი არ უქნიათ, თუნდაც ქართულ ენაშიც ბევრი რაღაცეებია, ხო, ნამუშევარი, რომელსაც თუნდაც როცა თარგმნიდნენ ბიბლიურ ამ სიტყვებს იყო ხო ბერძნული, ლათინური. უბრალოდ ეგ იყო რომ ხალხი იყო გაუნათლებელი და ეს ალბათ ბაგრატიონებს არ უნდოდა. და ვიღაცა პირები, ვინც თარგმნიდნენ, თვითონ ინდივიდუალურად მუშაობდნენ, თავისთვის იყვნენ ისინი. და ხალხამდე ეს ვერ მიიტანეს. და ხალხამდე მივიდა წმინდა გიორგი და წარმართული მებში ჩატოვეს ხალხი. იმიტომ რომ სამართავად ბნელი ადამიანი ადვილია. აი როგორც ახლა რაც უფრო ბნელია, ღარიბი ადამიანი, უფრო ადვილად მართავს ბიძინა ივანიშვილი, ხო? ასევეა პუტინიც, ასევეა ნებისმიერი ესეთი ყრუ ქვეყნები. და სადაც განათლება იწყება, დემოკრატია, განათლებული ხალხის ურთიერთობაა, ხო? იქ უკვე ადამიანები ამაღლებულები არიან და უკვე იწყებენ უკვე პრობლემების მოგვარებას გონებით, სიტყვით და ურთიერთგაგებით, ურთიერთდათმობით და საქართველოში საჩანდა ეს. რატო შემოგვისვია ღმერთმა ამდენი მტრები? იმიტომ რომ ხო გითხარით ეს იყო დაყრუებული ქვეყანა, დაყრუებული და იყო თავიანთი მამული და ციური საქართველოს ისე შექმნეს რომ აი ბაგრატიონები და ისინი უნდა დასაფლავდნენ სვეტი ცხოველში და საძვალეებში, ასევე მერე გადმოვიდა ეს ინერციით უკვე აქეთ არისტოკრატიასთან და ამ განათლებულ ხალხთან და უკვე პანთეონი მოიგონეს თაწმინდის და სხვადასხვა პანთეონები. ახლა ერთ-ერთი მსახიობი ვნახე, გონი გეგელია, ხო, ქალბატონი გეგელია მომღერალი რომ უყურებდი, აბა სადამარხე სადასალა დიდუბეში და ამას საფლავის გესმით. ახლა იქ რო აღარ არის ადგილი, ახლა მახათაზე გესმით. ხო, და ეს ახლა რა არის ქრისტიანულია ეს მიდგომა. ესე იგი ქრისტიანი ადამიანი ქრისტიანად მიუდგებოდა ამ პრობლემებს, ხო? და ადამიანებს რაღაც
სახელმწიფო შეგრძნება იქნებოდა, სადაც ყველას მე არ ვამბობ, რომ დიდარი არ უნდა იყოს, ღარიბი არ უნდა იყოს, მაგრამ ესეთი სხვაობა ხალხო, ესეთი სხვაობა, იქ მაინც არ სწორდებით სათასასუფლოში რომ გადავალთ. იქ მაინც არ უნდა გავსწორდეთ და რა დანიშნულება აქვს ახლა ასეთ პომპეზურად აქ განსხვავება საფლავებში. და მე უბრალო ადამიანის ტყავიდან ვარდება, რომ განათლება მიიღოს, რაღაც წარმატებას მიაღწიოს და აი ეს არის ბავშვობიდან რომ ქართველებს იმაშვება, ამ უნგრებს ცხოვრებას, რომ უბრალო ცხოვრებით არავის არ უნდა ცხოვრება. აი დასავლეთში მე რაც ვნახე, ხო, ფერმერი რო ფერმერია, ის კმაყოფილია თავის ცხოვრება. აი როგორც მე ვარ მძღოლი ავტობუსის, მე კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით. არ ვიკითხები ადამიანებში და სულ ფეხებზე მკიდია, რას იფიქრებს მთელი საქართველო და კიდე ვიღაცები, ვინც ესე მსჯელობს, გესმით? იმიტომ ხელფასი არანაკლები მაქვს პარლამენტარზე და ყველაზე. და ეგ არის ხო უფრო ადამიანს რო გჭირდება პრაგმატულად და პრაქტიკულად. რა თქმა უნდა წოდება და ისა მით უმეტეს როცა შეიძლება სულიც დაღუპო იქა და გამოეკიდო ამ რაღაცა პოპულარობას, გამოეკიდო რაღაცა იმას, რომელიც დედამიწაზე მარტო იყოფება და всё იქ აღარ დაფასდება. ქრისტესთან აღარ ფასობს ეგენი. და ნახეთ საქართველოში ქრისტიანობა რო არ შემოსულა, როგორ ჩანს ესა? იმ ცხოვრებიდან რა ცხოვრება ჩვენ ნახეთ ისტორიულად და დღეს რაც ხდება. ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა რო იქადაგო შიომ მუჯირმა, ილია მეორემ, ან ბოდბელმა იაკობმა, ესეთი დაპირისპირება ხალხო არ იქნება. არ იქნება მათ რო რწმენა წამდეთ, ღმერთი ცოცხალი ღმერთი ისე არ დაგტოვებს ჩვენ, რომ ეს მადლი არ გამოიღოს. და ეს არის მარტო სიტყვები მათ გვიერ, გესმით? სიტყვები. ამიტომ დავიწყე მე ლაპარაკი, რომ ხა რაღაცეებში რაც იმუშავა ქართველებმა რაღაც როგორ შეიძლება ამის იგნორირება, ხო? თუნდაც ქართული ენის ესე დახვეწა, გრამატიკის გასწორება, ყველაფერი ეს ძალიან კარგი არის, მაგრამ ეს არის მთავარი და ხალხი მიატოვეს მთავარი და გამოიკიდნენ არამთავარს და იმიტომ ვავართ მე ესეთ დღეში. მოდით აბა მოусმინეთ საინტერესო კითხვა არის ძალიან მომეწონა მე. და ბატონი ჯონი ადრეც გაცა, ადრეც მახსოვს მე ამის საუბარი ამაზე, თუ რას ნიშნავს ეს და ნახოთ აბა რა დანიშნულება აქვს ამას. იმიტომ რომ ქრისტეს პიროვნება ბევრს კარგად გაგებული არ აქვს, ხო, რატო ჭირდებოდა ღმერთს რომ განსხეულებულიყო, ადამიანად მოსულიყო. ესმით და ეხლა როგორ მდგომარეობაშია ქრისტე? არა, ქრისტე მარადიულად იყო, მარადიული პიროვნება. და აი ადამიანში რომ მოვიდა უკვე, ხო, იესო სახელი იცით ეს უფრო ადამიანური სახელია, რომ მე აღდგა ეს ეხლა ამდღარი ქრისტე არის ესე უკვე ცაში ღმერთთან და ეს არის დიდი საოცრება და საიდუმლო, როგორ არის სამება და ამავე დროს ინდივიდუალურად ხო, მამა ღმერთი, ძე და სული წმინდაც. ეს დიდი საიდუმლოება და მე გუშინაც ვთქვი, რომ მე ყველანაირად უკვე ყველაზე დიდი ინტერესი რაც ამაქვს, მე გარდაცვალების ინტერესი მაქვს გადასვლის და ღმერთთან შეხვედრის და ნახვის რა გველოდება ჩვენ. და თუ არავის არ შეშურდება, მე მინდა ყველას დავასწრო მაგხრივაც, იმიტომ რომ აქ დედამიწაზე უკვე რა ვიცი, ამოიწურა ყველაფერი, რაღაცა ისეთი რაც ქონდა ისეთი საინტერესო, აღარაფერი აღარ არის საინტერესო მოკლედ რა. და ისეთი იმითი თავის დახარჯვა, თუნდაც მატერიის დახარჯვა, ისეთ რაღაცებს, რომელიც აღარ გაძლევს რა, რაღაცა იმ სიხარულის და განცდისრომას, აი მოლოდინი უკვე იქით შეხვედრის ცხოვრების ძალიან საინტერესო რამე გველოდება. ძალიან საინტერესო და უფრო ინტრიგა არის უკვე ჩემში, რომ ინტრიგა შემოიტანა ბიბლიამ და განსაკუთრებით გამოცხადების წიგნმა ასევე, რასაც ეზეკილი აღწერს, იერემია რაზეც გვიყვება, ესაია რაზეც გვიყვება 1000 წლეული, როგორ იქნება 1000 წლეული? იფიქრიათ ამაზე 1000 წლეულში და საქართველოს სად იქნება, მე რა ვიქნები, როგორ მოვალ აქ. გესმის? მე ჩემი ნაცნობ მეგობრები, ასევე ძველი, ვინც არ ვიცნობდი, ხო, ძველი აღთქმის გმირები აქ იყო ლაპარაკი ამასინებზე კითხვებზე, ხო? რაც საინტერესო იქნება მათთან შეხვედრა, იობთან, მოსესთან. ხუმრობთ რა გველის ჩვენ? ადამიანმა ამაზე რო იფიქროს, იმის ნაცვლად ისე ფიქრობს აქ, რომ აბა რემონტი და აბა კაი მანქანა და აბა რაღაცეები, ხო, ეს ყველაფერი წარმავალია. მოდით აბა მოусმინოთ კითხვის დამსვლელს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მადლობა რომ თქვენ უპასუხეთ პირველ კითხვას, ეს იყო დაბადების წიგნის მე-6 თავის მე-4 მუხთან მიმართებაში. გმადლობთ. მე არ ვიცი ახლა რომელ მადლობას უხდის და სად იყო ეს კითხვა დასმული და ჩემი მეორე კითხვა ესეთია. ჩვენ ყველგან კარგად ვიცნობთ ამ ცნობილ მუხლს, რომელიც ამბობს, ეს არის იოანეს სახარების მე-3 თავის მე-16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ ჩობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. და ჩემი კითხვა მდგომარეობს ამ სიტყვასთან დაკავშირებით. მხოლოდ შობილი.
რა არის ძირი ამ სიტყვისა და უკავშირდება ის ამას. მე ესე იმას ავქენი დავასათაურე. რას ნიშნავს სიტყვა რომ იესო ქრისტე იყო პირმშოთ მხოლოდ შობილი? აი მე დავამატე კიდე პირმშოთ მხოლოდ შობილი, მომეწონა იმ იოანე კესაველის რომელი იყო ეგა? ხო, იოანე ვინ იყო ეს პიროვნება? წმინდა იოანე დამასკელის, ხო? ამას აქ იყო ეს მოყვანილი, პირმშოთ მხოლოდ შობილი. ასე რომ აქ უფრო კიდე ფართედ არის ხომ ეს სიტყვა. და ჯონ მაკარტური მას პასუხობს. დიახ, ახალ აღთქმაში ეს სიტყვა მხოლოდ შობილი ორი გზით არის შემოსული და ორი გზით წარმოდგენილი. ის ასევე გვხვდება ებრაელების წიგნის პირველ თავში. ეს არის ჩემი ძე, შენ ხარ ჩემი ძე და დღეს გშობე მე შენ. და აქ ეს ეხება აღდგომას. მხოლოდ შობილი ძის დანახვის ორი გზა არსებობს. ერთი არის ინკარნაცია და მეორე არის აღდგომა. და ეს სიტყვა ნიშნავს მხოლოდ შობილს და ამ გაგებით ქრისტე ღვთისგან დაიბადა. ასე რომ ეს ნიშნავს და ეს არ ნიშნავს იმას რომ როგორც პიროვნება თითქოს და იმ მომენტში გაჩნდა. არა, ეს ნიშნავს რომ როგორც მარადიული პიროვნება, უკვე არსებული ღმერთი პიროვნება იმ მომენტში ადამიანურ ფორმაში შემოდის და დაიბადება. და ის იბადება თავის ინკარნაციაში, ანუ განსხეულებაში. და ეს არის ის, რასაც მე ვხედავ აქ იოანეს მესამე თავში. იგი დაიბადა მისი აღდგომისას ასევე შობილი მკვდრეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი დაიბადა ერთხელ სამყაროში, როცა შემოდის ადამიანად მარიამის მეშვეობით, მის დაბადებისთანავე და მეორეჯერ იბადება სამყაროში მისი აღდგომისას. ასე არ არის? ასე რომ მე ასე ვხედავ სიტყვა მხოლოდ შობილს. პირველად პირმშო მხოლოდ შობილს. მაგრამ ეს დაკავშირებულია მის განსახიერებასთან და ასევე მის აღდგომასთან. ანუ ადამიანის ცხოვრებაში შემოსვლა და არა არსებობაში შემოსვლა. გასაგებია? დიახ, გმადლობთ. გთხოვთ რომ მეტი ხალხი აღარ ადგეს მიკროფონებთან და ეს იქნება ბოლო კითხვები და ჩვენ უნდა დავამთავროთ ამის შემდეგ.